რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან მოქალაქეების ნაწილმა დროებით დიღმის იზოლატორთან გადაინაცვლა. იქ ინტელექტ კლუბის რასად როდის წევრები შეიკრიბნენ წუხელ აღდგომას დაკავებული მეგობრის მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭრად. შეკრებილების თქმით, მათი მეგობარი ძალიან აქტიურობდა სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისას და შესაძლოა ეს გახდა კიდეც მისი დაკავების მიზეზი, რაც მათი შეფასებით მიუთითებს, რომ ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმი მყარდება. დიღმის იზოლატორშია წუხელ დაკავებული გიორგი ორთოიძეც სამხარაძეს პოლიციის დაუმორჩილებლობას, ორთოიძეს კი ამასთან ერთად გზის გადაკეტვასაც ედავებიან. სავარაუდოდ ხვალ გაიმართება სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გაირკვევა კონკრეტულად რა შემთხვევების გამო წაუყენეს მათ ბრალი. პირველ რიგში სოლიდარობა გუშინ დაკავებულ მოქალაქეებს, ჩვენს თანამებრძოლებს, მიშა სამხარაძეს და გიორგი ორთოიძეს. მიზეზიც სწორედ ეს არის, რომ არ დავკარგოთ განცდა იმისა, რომ ჩვენ საერთო ბრძოლაში ვართ, არ დავიწყოთ ჩვენი თანამებრძოლები და ყველა ფორმით, სადაც შეგვიძლია გამოვხატოთ სოლიდარობა. მიზანი არის მოსახლეობის წინააღმდეგობის გატეხვა, რასაც როგორც მინიმუმ არ უნდა შევეგო და წინააღმდეგობა გაუწიო. აბსოლუტურად მშვიდობიანად იდგა გუშინაც, იდგა ტროტუარზე და ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია, რატომ მოხდა მისი ასე ძალადობრივად ტერიტორიიდან გაყვანა. მიშა სხვა ადამიანების სოლიდარობის გამო დგას იქ, სხვა ბევრ უსამართლობას რომ თავი დავანებათ და ჩვენც რა თქმა უნდა სათუ არა მის გვერდით ვდგავართ აქ. ყველას გახსოვდეთ, რომ მალე სახლში მოგვაკითხავენ, ადამიანებს უკვე ტროტუარზე იჭერენ, მიშას, რა ვიცი, ნახეთ ეს ვიდეო, გადაახვიეთ, აბსოლუტურად არაფერი არ დაუშავებია, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.